საჭმელი ვარ? არა, ცხოველი ვარ? არა. კარგი, ცხოველი ვარ? კი. გარეული ცხოველი ვარ? არა. საციგურაო მოედანზე წამოხვალ? რა თქმა უნდა, არა. რატომ? ამელკა ახალ ამბებს არ კითხულობ? ახლა ფრინველის გრიპის ეპიდემიაა. მერე რა? შეიძლება დავინფიცირდეთ. მე არ მინდა ავად გავხდე. მოიცა, ირგვლივ იმდენი სხვადასხვა მიკრობია. ნებისმიერი დაავადებით შეიძლება დაინფიცირდეთ. მადლობა, დამამშვიდე. ფრინველის გრიპი ხუმრობა არ არის. ჯანდაბა, ახლა მთელი ზამთარი სახლში გვიწევს დარჩენა. კარგი, ავადმყოფობას ეს ჯობია. ბავშვებო, გთხოვთ, წავიდეთ ერთხელ მაინც. მარტო ერთხელ. ფრთხილად ვიქნებით. მოიცა, არც კი ვიცი. მეც მინდა ყინულის მოედანზე წასვლა, მაგრამ ეს საშიშია. კარგი, ნუ იქნები მოსაწყენი. ავად რომს გავხდეთ. რამდენიმე დღე დავახველებთ და ყველაფერი გაივლის. მოიცა, არ ვიცი, ამელკა, ეს უპასუხისმგებლობაა. ო, დავიღალე თქვენი დაწმუნების მცდელობით. მე თვითონ წავალ. მოიცა, მე წამოვალ. ლეო, ჯინი აღმოჩნდა რომ სახლში მხოლოდ ჩვენ რჩები. კარგი, მეც წამოვალ. ოღონდ ერთი პირობით. ამ გზით ინფიცირების რისკი შემცირდება. ნიღაბი გავიგეთო? არავითარ შემთხვევაში. ამელკა, რა არის ამაში რთული? კარგი, როგორ დაინახავს ხალხი ჩემს ახალ პომადას? როგორც გინდა, მაგრამ მე მხოლოდ ნიღბით წამოვალ. მეც. წავიდეთ უკვე, თორემ საღამომდე ვიკამათებთ. მაგარი იყო. ციგურებით სრიალი ვისწავლე. მადლობა რომ გარეთ გაგვიყვანე. კი, დღეს მოედანზე ნამდვილად სახალისო იყო. ლეომ ცოტა ციგურებით სრიალიც კი ისწავლა. ავად კი არ გავხვდარვართ. ჯერ ადრეა ამაზე საუბარი. ახლა კი წავიდეთ, ხელები დავიბანოთ. იცოდით რომ ხელები 1 წუთის განმავლობაში უნდა დაიბანოთ? ისინი კარგად უნდა დაიბანოთ თითებს შორის. და მეგონა რომ წყალი ყველაფერს რეცხავდა. აცი! ამელკა, ავად გახდა. უბრალოდ მტვერი შემივარდა ცხვირში. კარგი, ერთი ცემინება არაფერს არ ნიშნავს. მაგრამ მაინც ამელკასგან შორს ვიქნები. არც კი ვიცი. გემრიელობები მზადა. დღეს მე რაღაც არ მშია. არც მე. კარგი რა, მე შევტრიალდი როცა დავაცემინე. ჭამეთ. არა, მე შენს მიკრობებს არ შევჭამ. კარგი, ნუ შეჭამთ, მე მეც შევჭამ. ჯინი, მიდი გაანადგურე მიკრობები ანტისეპტიკით. რასუფთები არიან, ეს ამაზრზენია. მაგრამ ჩვენ ჯამთელები ვიქნებით. მეც ჯამრთელი ვარ, ჩემი ორგანიზმი მიკრობებს თავისით უმკლავდება, ანტისეპტიკები არ მჭირდება. კარგი. ხოდა, სულ ესაა. ამელკას ნამდვილად ფრინველის გრიპი აქვს. მოიცა, ნუ იგონებ, თავს მშვენივრად გრძნობ. კარგი, კარგად არ გამოიყურები. კი, არც კი ვიცი. ამელკა ფერფლთალი ჩანს. თქვენი ავადმყოფობა უკვე მომბეზრდა. მოდი ტელევიზორს ვუყუროთ. უფრო შორს მიდიხართ. სასაცილოა. ერთი. თუ ამელკასთან ასე ჯდომას გავაგზელებთ, შეიძლება დავინფიცირდეთ. სიმართლეს ამბობ, წადი და საჭმელი მოიტანე და ოთახში ჩავიკეტოთ. რაზე ჩურჩულეთ? კარგი. არაფერზე. წავალ, რაიმეს მოვიტან საჭმელად. ტუალეტში მივდივარ.
რამდენი ხანი უნდა ვიждეთ აქ? სანამ ამილკა არ გამოჯანმრთელდება. როდის გამოჯანმრთელდება ის? შეიძლება ერთ კვირაში. ან იქნებ არასდროს ყველას განსხვავებული სხეული აქვს. მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია მუდმივად რომ დავრჩეთ აქ. არა, თუ გინდა შეგეძლია ამილკასთან წახვიდე. ერთად იქნებით ავად. არა, მადლობა. ჯობია საწოლზე დავწვე. და სად წავიდნენ ეს ორი? ნახევარი საათი გავიდა. ლეო, ჯინი, სად ხართ? აქ ხართ? გამოდით გარეთ. კარგი რა, ეს როგორი საბავშვო ბაღია? ვიცი რომ აქ ხართ. ამილკა, ჩვენ არ გამოვალთ. წადი და რამდენ ხანს აპირებთ მან ჯდომას? სანამ არ გამოჯანმრთელდები. კარგი, თუ გინდათ, მანდ დარჩით. რახაც დაავადება მომიგონეთ. და ახლა გეშინია, ძანამდვილებით ვიცით რომ ავად ხარ, თუმცა მასდალევ, ახლავე გამოვალთ. უბრალოდ დაგვიჯერე და წამალი დალიე. არანაირ წამას არ დავლევ. ავად არ ვარ, შეგიძლიათ მან დაჯდეთ და მე გავერთობი. ეს ვითამაშე. ესეც ვითამაშე. და ესეც. კარგი. ლეო და ჯინი სრულიად გაგიჟდნენ. მათი ფანტაზია ძალიან ველურია. საქმე ცუდადაა. დაავადება ვრცელდება. იქნებ როგორმე დავეხმაროთ მას? როგორ შეგიძლია დაეხმარო მას თუ ის თავს ჯანმრთელად თვლის? მისმინე, რამდენად საშიშია ეს გრიპი? მოიცა დავგუგლავ. კარგი. ვიპოვე. ახალი ფრინველის გრიპი. ჯერ ბოლომდე არ არის გამოკვლეული, მაგრამ თუ მკურნალობა დროულად არ დაიწყება, ადამიანი შეიძლება 2 დღეში დაიღუპოს. ის საშიშია. ინფიცირებიდან 3 საათის შემდეგ ადამიანი ვირუსის გადამდელი ხდება. სასწრაფოდ რაღაც უნდა მოვიმოქმედოთ. მოდი მოვიფიქროთ, როგორ შეგვიძლია მისი დახმარება. ეს პარაზიტები იქ ერთად არიან გამოკეტილები და აქ მარტო მიწევს მოსყიდლობა. ახლა მათ გაკვეთილს შაუტარებ. კარგი, მართალი იყავით, გონი ავად ვარ. საბოლოოდ მიხვდი. ახლა კი წამლები უნდა მიიღო. მოიცა, კარგი, მაგრამ ჯერ ბოდიშის მოხდა მინდა. და რა არის ეს? ეს საჩუქარია, როგორც ბოდიშის მოხდა. მადლობა, ამილკა, ძალიან მადლიერები ვართ. მაგრამ სარიელია. მართლა? უკეთ დააკვირდით. სარიელია, შიგნით არაფერია. შეიძლება გარკვევით ვერ ხედავთ. იქ ჩემი მიკრობებია, კონვერტში ჩავახველე. ამილკა, გაგიჟდი? კარგი. გინდა რომ შენს გამო აქ მოვკვდეთ? ახლა თქვენ ინფიცირებულები ხართ და ჩაკეტილ ოთახში ზდომას აზრი აღარ აქვს. რა უნდა გავაკეთოთ? ამილკა, მართალია, თუ ინფიცირებულები ვართ, წამალი უნდა მივიღოთ. სად მივიღებთ მას? აფთიაქში. ამილკა, მართალია, ასე რომ ოთახში ზდომას აზრი აღარ აქვს. კი, ჩვენ ისედაც ავად ვართ, ამიტომ საქმე ცუდად გვაქვს. ყველაფერი ცუდადაა. დამშვიდდი, ლეო, განვიკვირდებით. არ შეგეშინდეს. უბრალოდ მეტი ვიტამინი უნდა მივიღოთ. ვიტამინები? საბოლოოდ გამოხვედით. ამილკა, შენზე განაცხენებულები ვართ. აღარ გელაპარაკებით. კი, ჰეი, რატო? გვეკითხები კიდეც? შენ განგებ და გვაინფიცირე და მეგობრები ამას არ აკეთებენ. უბრალოდ მინდოდა მეჩვენებინა რომ ცდებით და მე არ. ამილკა, ლეო, დამეხმარე. ის ისეთი ცხელია, როგორც ჩაიდანი. სულ ესაა. ამილკა აღარ გაიღვიძებს? ლეო, სისმელებს ნუ ლაპარაკო, რა თქმა უნდა გაიღვიძებს. რა უნდა გავაკეთო? კარგი, გამოვაჯამრთელოთ იგი. სასწრაფოდ უნდა მივცეთ სიროფი და მუდმივად დავალევინოთ წყალი. ამილკა, როგორ ხარ? საშინლად, მთელი სხეული მტკივა. და თავიც მტკივა.
ძალიან. ხედავ და შენ ჩვენი არ გჯეროდა. ბოდიში, ახლა მივხვდი, ბოდიში. ეს სიროფი უნდა დალიო, თავს უკეთ იგრძნობ. შენ და ლეო დაგაიფიცირეთ, გაგიმართლა რომ ვიტამინები დავლიეთ. კარგი, ამას ასე ადვილად არ გაპატიებ, როცა განიკურნები, ბოულინგზე წაგვიყვან. კარგი, თანახმავარ, ბოულინგზე ფიქრი ჯერ ნაადრევია, ამელკას გამოჯამრთელება სჭირდება. კარგი, ახლა დასვენება გჭირდება. ლეო, წადი მაღაზიაში და ქათა მიიყიდე, ამელკას ბულიონი სჭირდება გასაგებია, და ნიღაბი არ დაგავიწყდეს. რა თქმა უნდა. იმედია ამელკა გამოჯამრთელდება და ასეთ სისულელეებს აღარ ჩაიდენს. კარგი სუნი აქვს. ო, შემიძლია? ხელები შორს გაწიე, ეს მხოლოდ ამელიასთვის არის. ამელკა, არ ადგე, ისევ ავად ხარ. ახლა თავს უკეთ ვგზნობ. ტემპერატურა აღარ მაქვს. არა, არ ადგე. მეჩვენება რომ უკვე გამოვჯამრთელდი. დიახ, მარცაც, ტემპერატურა აღარ გაქვს. გაგიჟდი? უბრალოდ ვერ გამოჯამრთელდები. გრიპი ხუმრობა არ არის, ეს სერიოზული დაავადებაა. გითხარით რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. ამელკა, მაგიდასთან დაჯექი, ჭამა გჭირდება. ეს ბულიონი დაგეხმარება. საშინელი სუნი ასდის. გაგიჟდი? კარგი სუნი აქვს, გემრიელია. ვისგან არის დამზადებული? ქათმისგან. ლეო, სულ ახალი იყიდა. ქათმისგან არის? მე ამას არ შევჭამ. გემრიელია, იმდენად კარგია რომ არ გინდა. ვერ ხვდები, როგორ შეიძლება ქათმის ხორცის ჭამა? ეს ამაზოზენია. კარგი, რა სიტყვი იმ ქათმის ბურგერზე, რომელიც გუშინ შეჭამე? მოიცა, დღეიდან ქათამს აღარ შევჭამთ. საწყალი ქათამი, ჩვენ არასდროს არ დავივიწყებთ. ბოდიში, მარტო ყოფნა მჭირდება. რა სჭირს მას? ვფიქრობ, რომ ეს დაავადების, დელირიუმის ცხელების შედეგია. ასე რომ მამელკა სრულიად არ გამოჯამრთელებულა. თავარი ის არის, რომ ის დადის, საუბრობს და სიცხე არ აქვს. ჯინი, შენ უბრალოდ საუკეთესო მზარეული ხარ. მადლობა. ჩემი მეგობრები ისეთი უსულოები არიან. საწყალი ქათამი, მას კიდევ შეეძლო სიცოცხლე. ისე უცნაურად გამომიყურები, თითქოს რაღაც მაკლია. რა მჭირს? რა საშინელებაა? თუდად გავხდები, საწყალი ქათამი, კიდევ შეეძლო სიცოცხლე. ქათამი გემრიელია. მისი დაკრძალვა გჭირდება. სადილის დამარხვა? ამელკა, გიჟი ხარ? ფრინველები ჩვენი მეგობრები არიან. ამელკა, შენ ალბათ ხუმრობ, ხო? რა ხუმრობები შეიძლება ეს იყოს? მეგობრების ჭამა არ შეიძლება. ამ ქათამს არ ვიცნობდი, ის ჩემი მეგობარი არ არის. როგორ შეგიძლია ასეთი გულგრილი იყო? მართალი ხარ, ამელკა? სულ მცირე ვიღაც მაინც დამეთანხმა, მალე დავბრუნდები. ჯინი, რასაკეთებ? რატომ ყვები მას თამაში? მისმინე, მან ახლახან დაიწყო გამოჯამრთელება, არ უნდა ინერვიულოს. ის სისულელეებს ლაპარაკობს. ის გამოჯამრთელდება და ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდება. იმედი მაქვს რომ ასია. ამელკა, მოიცა, რა გაქვს მანდ? ეს ქათმის კუბოა. ამ ფრინველის ხსოვნის პატივსაცემად გამოსამშვიდობებელი ცერემონია გავმართოთ. კარგი, ასეთ ღონისძიებებზე არასდროს ყოფილვარ. ვინმეს რამის თქმა უნდა? კარგი, მაშინ მე დავიწყებ. ეს ქათამი ცოცხალი რომ იყო, არ ვიცნობდი, მაგრამ დანამდვილობით ვიცი, ასე სიკვდილს არ იმსახურებდა. ახლა უკეთეს სამყაროშია. გვაპატიე. ლეო, არ გინდა დამშვიდობება? კარგი, ჩემო ქათამო, შენ გემრიელი იყავი და წვნიანი. ლეო, გაჩერდი. საკმარისია, ახლა ის უნდა დავმარხოთ. შემიძლია ჯერ ყველა ხორცი ვჭამო და შემდეგ შენ. ლეო,
კარგი, ნუ მიაქცევ მას ყურადღებას. ეს გოგოები ისეთ სისულელეებს იგონებენ, ასე მხოლოდ პროდუქტები ფუჭდება. შეგვიძლია მისთვის საფლავის ქვა გავაკეთოთ. საწყალი. ჯინი. მოდი აქ. სწრაფად. ჯინი, როდის დამთავრდება ეს ცირკი? კარგი. ქათამი ძალიან შემეცოდა, ამიტომ გადავწყვიტე ხორცი აღარ ჭამო. შენ სულ გაგიჟდი? ჯინი, გავიგე რომ ხორცის ჭამა აღარ გინდა. ოჩახ. მოიცა, როგორ გაიგეს? მეორე სართულზე იყავი. არ ვიცი, ალბათ ძალიან ხმამაღლა თქვი. ასე რომ მამელკამ ჩვენი სადილი გადააგდო. რა შევჭამოთ? მე ვიცი ერთი შესანიშნავი კერძი. დაჯექით და მოვამზადებ. იმედია ეს კერძი მკვდარი ქათმის გემოზე უკეთესი იქნება. მოიცა, ნუ მახსენებ. ამელკა, კარგი. რას აკეთებ? თავი რესტორანში მგონია და რა კერძია ეს? მზესუმზირის მარცვლებს გავს. ეს მზესუმზირაა. მზესუმზირის მარცვლებს პურთან ერთად ვჭამთ? ეს შენი კერძია? რითი ხარ უკმაყოფილო? ძალიან გემრიელია. რა გემრიელია? როგორ შეიძლება არ გიყვარდეს მზესუმზირა და პური? ჩვეულებრივი კერძია. მე მაკარონი მინდა ძეხვეულით. მეც, უცნაურები ხართ. როგორ შეგიძლიათ მაკარონის ჭამა? ეს შენ ხარ უცნაური. ზუსტად, ამელკა, რა ხდება შენ თავს? შეგიძლია ამიხსნა? კარგად ვარ. კარგი. თუ არ გინდათ ყველაფერს შევჭამ. ამელკა მგონი გაგიჟდა. გეთახმები. გიჟი არ ვარ, ლეო, შენ ჩემზე ასე ნუ ლაპარაკობ. როგორ გაიგო მან ეს? როგორ თქვა მან ეს? აქ რაღაც რიგზი არ არის. ფიქრობ რომ ეს დაავადების ბრალია? შეიძლება, ინტერნეტში მოვძებნი. ვიპოვე. ყურადღება, ახალი ფრინველის გრიპი ძალიან საშიშია. ის ადამიანის დნმ-ს ფრინველის დნმ-ად აქცევს. თუ ავად გახდებით, დაუყოვნებლივ მიიღეთ წამალი, თორემ მალე ფრინველად გადაიქცევით. ვაუ, ახლა გასაგებია რატომ იქცევა ამელკა ასე? კარგი სმენა, მზესუმზირის ჭამა, მზესუმზირის ჭამის სურვილი, გასაგებია. ამელკა ფრინველად იქცევა. ჩვენ უნდა მივცეთ მას წამალი. მე წამალს მოვიდან და შენ ამელკას მდგომარეობას მიხედე. ამელკა, სათხარ? ლეო, რამე გინდოდა? ამელკა, დაფიქრდი, არც კი ვიცი როგორ გითხრა. ყოველ შემთხვევაში, ზოგადად ცუდი ამბავი მაქვს შენთვის. რა ამბავი? ზოგადად შენ არ ხარ განკურნებული. სრულიად ჭამთელი ვარ. არ მაქვს სურდო, არც ხველა, არც სიცხე. კი, მართალია, მაგრამ მალე ფრინველად გადაიქცევი. რა სისულელეა? რა გაფიქრებინებს ასე? ამელკა, მიდი თავად დაფიქრდი. შენ ფრინველის გრიპი გაქვს. ყველაფერს სიტყვით იგებ. ეს არ ნიშნავს რომ ფრინველად ვიქცევი. ამელკა, რას აკეთებ? ბუდეს ვაშენებ. ბუდე? რატომ გჭირდება? ძალიან კომფორტულია და ის ნატურალური მასალისგან არის დამზადებული. კარგი. და უარყოფ რომ ფრინველად იქცევი? სისულელეა, ბუდეში მინდა დაждომა. სულ ესაა. ამელკა, გაიღვიძე. ყველაფერი ცუდადაა. ასე უბრალოდ არც ერთ ადამიანს არ მეუნდებოდა ბუდეში ჯდომა. შემეშვი უკვე, შენებლობაში ხელს მისლი. ლეო. რა ხდება? უბრალოდ ჩუმად მელაპარაკე. ყველაფერი ცუდადაა. ამელკა სულ გიждდება. რას აკეთებს ის? ბუდეს იშენებს. სერიოზულად? კი, არ ჯერა რომ ფრინველად გადაიქცევა. ის ძალიან მალე ფრინველად გადაიქცევა. არა უშავს, მე უკვე წამალი მოვიტანე. იგი დალევს და განიკურნება. ის არ დალევს, არ ჯერა რომ ფრინველად გადაიქცევა. კარგი, მაშინ არ ვეთქვით რომ ეს წამალია. ვაუ, მაგარი ბუდია. შეიძლება რომ დავჯდე? როგორც იქნა ვიღაცამ შეამჩნია. ალბათ დაიღალე შენებით. წურია? კი, ცოტათი. ახლავე წყალს მოგიტან.
იმედი მაქვს, რომ ის ვერაფერს ვერ შეამჩნევს. ის ვერ შეამჩნევს. ამელკა, მეტი დალიე. ბევრს ვერ დავლევ, თორემ ფრენას ვერ შევძლებ. მაინც ვერ შეძლებ ფრენას. კი, შევძლებ, ვარჯიში მჭირდება. მაგრამ ფრთები არ გაქვს. რას ფიქრობ? ეს არის? კარგი, ამელკა, ივარჯიშე და ჩვენ წავალთ. ამ გზით ის წამალს არასდროს არ დალევს. შეგიძლია ხელებით დაიჭირო და მე წამალს ჩავასხამ. ამას ვერ გავაკეთებთ. შეიძლება დაიხრჩოს, სხვა რამე მოვიფიქროთ. სანამ ჩვენ ვფიქრობთ, ამელკა უფრო თბილ კლიმატში გაფრინდება. მაშინ კი უფრო სწრაფად უნდა ვიფიქროთ. ცარიელი მუცლით ფიქრი არ შემიძლია და ამელკამ ჩვენი საჭმელი დამარხა. წადი, რამე მოამზადე და მე ამელკას მივადენებ თვალყურს. როგორ ხარ ამელკა? ლეო საჭმელს ამზადებს. გინდა ჭამა? წონაში დაკლება მჭირდება. რატომ? ნორმალური წონა გაქვს. ვერ ვფრინდები. ანუ მსუქანი ვარ. რატომ გჭირდება ფრენა? თბილ კლიმატებში მინდა გაფრენა. კარგი. მაგრამ აქ გჭირდები. ვიცი, მაგრამ ამას რაღაც მაიძულებს. რასაკეთებ? ლეო, რა გაქვს მან? შემწვარი კვერცხი, შენთვისაც გავაკეთო? ლეო, ესენი ქათმის შვილები არიან. ო, სინამდვილეში ისინი ჯერ არ დაბადებულან, ამიტომ ეს არ ითვლება. ლეო, რაზე ფიქრობდი? უი, დამოვიწყდა. ჩემთვის კვერცხი უბრალოდ საკვებია. რაზე ლაპარაკო? წადი, სხვაგან შეჭამე, რომ ამელკამ არ ნახოს. კარგი. კარგი. ლეოს ვესაუბრე და კვერცხის ჭამას აღარ ვაპირებთ. მადლობა, ჯინი, შენ ჩემი გესმის. ამელკა, ჭამა გჭირდება. მუცელი ხმებს გამოსცემს. კარგი, მაგრამ ვერ წავალ. რატომ? ამელკა, ეს კვერცხებია? ისინი მაცევრიდან გამოვიღე. კოშმარია. საჭმელს მოგიტან. რასაკეთებ? ამელკას საკვები სჭირდება, დამეხმარე. მაინტერესებს ვინმე თუ გამოიჩეკება ნეტა ამ კვერცხებიდან. კი, მათგან პატარა ფრთებიანი ამელკები გამოიჩეკებიან. კარგი რა, ეს ნამდვილად არ შეიძლება მოხდეს. მეგონა ადამიანი ფრინველად ვერ გადაიქცეოდა, მაგრამ ხომ ხედავ, რომ გამოვიდა. ჩვენ არაფერი ვიცით ამ დაავადების შესახებ. ყველაფერი შეიძლება მოხდეს. შენ გინდა ფრინველად გადაქცევა? ნამდვილად არა, გამორიცხე. ისინი ჭიებს ჭამენ, ამას რძენია. ფრენა შეუძლიათ, მე მინდა ფრენა, წარმოიდგინე, შენ შეგიძლია იფრინო სადაც გინდა. კარგი, როგორც ჩანს, ყველაფერი მზადაა. მზადა, შეგვიძლია ამელკა გამოვყვებოთ. ამელკა, აი შენი სადილი. ვაუ, მადლობა, რა გიბრიელია. ამელკა, როგორც იქნა ბუმბული მეზრდება. მოიცა, ხალხს ბუმბული არ ეზრდება. ამელკა, დამიჯერე რა. ფრინველად იქცევი, მეგონა მხარს მიჭერდი. შენ კი ლეოსავით ფიქრობ. კარგი. გოგოებო, არ იჩხუბოთ. მომაბეზრეთ თავი, მეგონა მეგობრები იყავით. და თქვენ უბრალოდ რა გააკეთე? მე დავაფარე, რომ არ ეყვირა, სახლში თუთიყუში მყავდა და ასევე ქცეოდით ხოლმე. და საერთოდ პატივს არ ვცემთ და გგონიათ რომ უბრალოდ მოიცა, ჩაეძინა? ფრინველები ყოველთვის ასე იქცევიან. მოიცა, კარგი, რა მოიფიქრე? როგორ ვუყუნალოთ? ის უფრო და უფრო უარესდება. ვერაფერი მოვიფიქრე, მგონი ამელკა ფრინველად გადაიქცევა. არანაირად. კარგი. ლეო, მე ექიმთან მივდივარ და შენ ამელკასთან დარჩი. კარგი. ამელკა, აღარ აპირებ ყვირილს, არა? ამელკა, ვერ ლაპარაკობ? ერთი სიტყვა მაინც თქვი. თქვი, ლეო. ლეო. სულ ესაა. ამელკას საქმე ცუდადაა. რატომ წაიღე კვერცხები? მათი ადგილი მაცივარშია. მე მაცივარში შევინახავ. ტკივა. ნისკარტი გეზრდება? კარგი, კვერცხებს არ შევეხები. კარგი, რა ვქნა ახლა? რადგან ფრინველი ხარ, ისე დაგელაპარაკები, როგორც ფრინველს. შესანიშნავი მტრედი გამოხვალ.
არაფრის თქმა არ გჭირდება, ვერაფერს ხვდები. ოჩახ, ამელკა, შემიძლია თუ არა შენი გაწვრთნა? ამელკა, მოდი ჩემთან. მაინტერესებს, გესმის თუ არა ჩემი? რა? ლეო, რასაკეთე? მოისა, ამელკა მტრედი არ არის. მე პურს ვუყრი და ის ჭამს. ამელკა, დამავიწყდა მე თქვა რომ მას ლაპარაკი დაავიწყდა. საავადმყოფოში ექიმმა ესმომცა და მითხრა რომ ამელკაზე შემეშხურებინა. მაშინ შეაშხურე. ეს ექსპერიმენტული პრეპარატია. რამე შეიძლება რომ მოხდეს. ასე რომ ჩვენ ფრთხილად უნდა ვიყო. არჩევანი არ გვაქვს, მომეცი აქ. რას ვაკეთე? ამელკა ისევ ლაპარაკობს. კარგი. წამალმა იმოქმედა. ხალხო, და იმედი მაქვს რომ მოგეწონათ ეს ვიდეო და იმედია რომ ჩვენს შრომას და დაალაიქებთ. გამოიწერეთ არხი და დააჭირეთ სარის ხილაკს. ოღონდ ეს არა. ნახვამდის ყველას, ჩვენ გავაგზავნებთ ამელკას მკურნალობას.